ქართულმა ოცნებამ 2019-2025 წლებში მასთან დაკავშირებულ 22 ონლაინ მედიას ჯამში 1,503,708 ლარი გადაუხადა. ამავე მედიებმა კი ბიუჯეტიდან 4,3 მილიონამდე ლარი მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები ავრცელებს. ინფორმაცია ორგანიზაციამ ანტიკორუფციულ ბიუროსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილი ფინანსური დეკლარაციების მიხედვით მოიკვლია. ისვედი წერს, რომ ქართული ოცნების ონლაინ მედიის სისტემა სულ მცირე 25 საინფორმაციო სააგენტოსგან შედგება, რომლებიც პარტიასთან პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებული. სამართლიანი არჩევნების განცხადებით ამ სააგენტოებს ქართული ოცნება როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში ყოველთვიურად უხდის თანხას ვებსაიტზე საინფორმაციო მომსახურებისა და რეკლამისათვის. მოკლების თანახმად სააგენტოების ნაწილი მფლობელებისა და დირექტორების მეშვეობით ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ქართული ოცნებისგან დაფინანსებულ სააგენტოებს შორის პარტიისგან ყველაზე დიდი შემოსავალი 222,612 ლარი შპს პრაიმ თაიმმა მიიღო, რომელიც გიორგი ქუთათელაძისა და თამარ ფხაკაძის მფლობელობაშია. ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ონლაინ მედია სააგენტოების საბიუჯეტო შემოსავლებს ძირითადად გამარტივებული შესყიდვების გზით იღებენ. 2019-2025 წლებში ამ ტიპის კონტრაქტების საერთო რაოდენობამ 1149 შეადგინა, ხოლო მათი ჯამური ღირებულება 4,3 მილიონამდე ლარს გაუტოლდა. საინფორმაციო სააგენტო News Hub-ის მფლობელმა შპს პირველმა 2024-25 წლებში სახელმწიფო ტენდერებშიც აქტიურად მიიღო მონაწილეობა. კომპანიას ტენდერების 100%-იანი მოგების მაჩვენებელი უფიქსირდება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემების თანახმად 2025 წლის 18 სექტემბრის მდგომარეობით მიმდინარე და გასულ წლებში კომპანიამ 32 ტენდერი მოიგო, რომელთა საერთო ღირებულებამ 2,617,744 ლარს მიაღწია. დაფინანსებული მედია საშუალებების სარედაქციო პოლიტიკა თანხმდრაშია მმართველი პარტიის ნარატივებთან. ისინი ტირაჟირებენ ქართული ოცნების გზავნილებს, ამზადებენ ან ავრცელებენ პროპაგანდისტულ კონტენტს, ხოლო ზოგ შემთხვევაში ორგანიზებულად მონაწილეობენ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებში. ძირითადად ქართული ოცნებისთვის ხელსაყრელი ნარატივების გასავრცელებლად News Hub-ის Facebook გვერდზე 2020-2025 წლებში 25,400 ამერიკულ დოლარზე მეტი ღირებულების 1721 პოლიტიკური რეკლამაც განთავსდა. დამოუკიდებელი ონლაინ მედიის შეზღუდვის პირობებში ლოიალური მედია საშუალებების დაფინანსების თანმიმდევრული სქემის გამოყენება მოწმობს, რომ ქართული ოცნების მიზანი დამოუკიდებელი ონლაინ მედიის პოლიტიკური გაერთიანების მიერ კონტროლირებული სააგენტოებით ჩანაცვლებაა.